ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანში მევენახეების აქციაზე მაჟორიტარ დეპუტატს გიორგი ღვინიაშვილს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მამაკაცი დაკავებულია, თავად დეპუტატი კი პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობს. 2 საათი იყო გადაკეტილი გურჯაანი-თბილისი ბაკურციხის მთავარი მაგისტრალი. მოძრაობა სრულად იყო პარალიზებული. აქციას დღეს კახეთის ყველა რაიონის მოსახლეობა შეუერთდა. მოთხოვნები არის უცვლელი, მოიტმატოს ფასმა ყურძენზე და ადგილზე მთავრობის წევრები ჩავიდნენ. მობილიზებულები არიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ჯგუფები. სულ დღის განმავლობაში 3 პირის დაკავება მოხდა. 2 ადმინისტრაციული კოდექსის 173, ერთი კი 125 მუხლით დააკავეს. სახეზე იწვევთ კაცო. ბანკდროს გადამოყვა აღარ იყო კაცო. რაღაცა ეხლა გაგიხსნა. ეთერი აქედან შენი. გააყარე. ბიჭო გამიში რა გინდა? რატო ჩავარდი ღვინიაში? მოდია. რატო? ახლა რომ არჩამიტყია. არჩამიტყია. უყვირი ვარ და უარის ვარ. აჯალები რასლარით დეპუტატ ხალხის არჩეულ ხალხს ასე კი არა საფლავიდან ამოუთხენ მაგას ამ ჩაწყის არჩეულ ადამიანს გიორგი ღვინიაშვილს დაარტყა რომელიც ჩვენ ავირჩიეთ იმ დეპუტატს ხალხს რომელსაც გვერდში უდგა აგერა პოლიცია მინდა არტყა და ვიღაცა მოგზავნილმა პიროვნება როგორც კი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა და დაავალა შინაგან საქმეთა მინისტრს ჩემი აქედან მოშორების და საქმიანობის შესწავლის მაშინვე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რომ პოლიციამ მიიღო რაციაზე დავალება რომ აქ უნდა დააკავონ ღვინიაშვილი და რამოდენიმე ადამიანი აი ზუსტად ამ წუთებში ღარიბაშვილის განცხადების მერე პოლიციის მასას გამოეყო ადამიანი რომელმაც მე გურჯაანის რაიონის დეპუტატს დამარტყა და უცბად ესევე პოლიციამ ვითომ დააკავეს არადა ეს იყო ხელისუფლების მოგზავნილი და მე მინდა ღარიბაშვილს გადავცე რა ეს მე დარტყმულს ავიტან არაუშავს ეს იყო კახელ გლეხზე დარტყმა ამან იცოდეს თვითოულ აი ამ ადამიანს დაარტყეს ეს ადამიანი და ძალიან მაგრად მიუბრუნდება უკან მე მინდა რომ ის გავაფრთხილო რა დაპირისპირება დღის პირველ ნახევარშიც მოხდა, მაშინ როცა გზის გადაკეტამდე აქციის მონაწილეებთან შესახვედრად გუბერნატორი მივიდა. უკმაყოფილო მევენახეებმა გააპროტესტეს ბოლო პერიოდში მათ მიმართ გამოთქმული ბრალდებები მართულ პროცესებთან დაკავშირებით. მთავრობა პოზიციას არ ცვლის, გუბერნატორის განცხადებით ყურძნის ფასზე დაწესებული სახელმწიფო სუბსიდია არ გაიზრდება. სახელმწიფო კი ღვინის მწარმოებლებს ფასს ვერ უკარნახებს. მევენახეები აქციების შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე საპროტესტო გამოსვლები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. შვიდით მონაყური. ჩვენ გვინდა რომ ნორმალური ფასი გადაიხადონ 1 კილოგრამ კაციტელზე 1 ლარი, რაც მაინც არ არის ნორმალური, მაგრამ თანახმანი ვართ და 1 კილოგრამ საფერავის ჯიშის ყურძენზე ვერ ნახევარი. აი ეს არის ჩვენი მოთხოვნა. სხვა რამე გვაინტერესებს. რო დღეს აქ კახეთის გლეხობაა გამოსული. არ გვინდა დავიდეს ყველა ოპოზიციური თუ პოზიციური ძალა. პირდაპირ მთავრობის წარმომადგენლები, მხოლოდ და მხოლოდ გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის მინისტრი. პრემიერ-მინისტრი, სხვა არ გვაინტერესებს არავინ. გაგვცეს პასუხი. ჩვენ აქ მოგვიყვანა არა ღვინიაშვილმა, არამედ ჩვენმა გაჭირვებამ. იმის საშიშროება რომ ჩვენ ზანთრაში უნდა ვიყოთ შივრები. აი ამ გაჭირვებამ მოგვიყვანა ჩვენ დღეს აქ. და დღეს თუ აქ 100 კაც მოშივდა, ხვალ 1000-ს მოშივდება და 1000-ები მიადგებიან ბატონ ბიზნესში შევიარიან სახლს, იცოდეთ. ნავიღო და დავკატო ვენახი. არ მინდა. შეერთხულვარ მოიყვანე ვენახი. შეერთხულვარ. აბა თოდოები არა ვართ რომ მე ვარ გურჯაანის რაიონის დეპუტატი. მე უფლება არ მაქვს ამ ხალხის გვერდზე რო არ ვიყო. არ არის ეს ჩემი მოვალეობა, რომ ჩემ ხალხს გასაჭირი რო აქვს აქ დავუძე. გუბერნატორის მთავრობას აბუჩად იგდებს ამ ხალხს, არა აქვს არანაირი პასუხები და ეს ხალხი არის უკიდურეს მდგომარეობაში. ფას რო თავი დავანებოთ, ყურძენი უკვე გუჭდება. მას ვითხოვ ჩვენ ნორმალურად. მას ვითხოვ ჩვენ. სიო, რამდენი
ის სიყვარული გიტყვია. გინდა ნათელაშვილმა მიშველოთ და გინდა ღვინიაშვილმა ვინც გინდა იმან მიშველოთ მე ის ლარი მომწეს გადამიხადოთ გვერდზე დამიდგეთ ვინც გინდა იმან დაიქცა გინდა ინაშვილმა დაიწერო საჩუქი და რაც იდა ის უქნია ეს არის სახელმწიფოს ასე ვთქვათ საჩუქარი რომელიც 35 თეთრის პარკლებში შემოიფარგლება რაც შეეხება მეორე ნაწილს კერძო სექტორს რამდენად არის თვითონ მზად იმისთვის რომ რა ფასად ჩაიბაროს ეს კურძენი ეს არ არის სახელმწიფოს სარეგულაციო ნაწილი გუშინ მზად იყვნენ რომ ჩაებარებინათ დაახლოებით 200 ტონა თუმცა გუშინ დაახლოებით დაიკრიფა 80 ტონამდე ჩემი ინფორმაციით ასე რომ ის სიმძლავრეები რაც დღეს მდგომარეობით კერძო საწარმოებს აქვს დღეს ჯერჯერობით არ არის დატვირთული იმისთვის რომ ნაწილობრივ კურძენი არ არის კონდიციაში და სადაც დაწყებული არის რთulis პროცესი მზად არიან საწარმოები რომ ჩაიბარონ